მინდა გაგიზიაროთ, რატომ არის ბიზნესის ხერხემალი ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია. პირველ რიგში, როცა ადამიანი მოდის შენთან, მას აქვს რაღაც საჭიროება და შენ ამაში უნდა დაეხმარო. არ უნდა იფიქრო მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა პროდუქტის გაყიდვაზე და შენ სარგებელზე, მასზე მორგებული არის თუ არა, ჯერ ამაზე უნდა იფიქრო შენი პროდუქტი. თუ შენ არ გაქვს მისთვის შესაბამისი დახმარების გაწევის უნარი, რა თქმა უნდა გადაამისამართო სხვასთან და არ უნდა აიღოს შენს თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა, ასე ბევრად უფრო მადლიერი დაგრჩება მომხმარებელი, თუნდაც შენ არ ნახო სარგებელი და არ გაყიდო რაღაცა გარკვეული პროდუქტი და შესაძლებელია, რომ მეორედ, მესამედ და საერთოდაც გრძელვადიანი კონტაქტი დაამყარო მასთან და გახდეს შენი მუდმივი მომხმარებელი და მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი პირობა არის ის, რომ ადამიანი შენთან რომ მოდის, აუცილებელია რომ ელემენტარული ღიმილით შეხვდე და ადამიანურად მოემსახურო და დაწვრილებით აუხსნა და ჩამოუყალიბო ესა თუ ის პროდუქტი, რაში დაეხმარება. ან ვთქვათ, თუ კი მოდის შენთან სათანამშრომლოდ, რა სარგებელს ნახავს შენთან, დაწვრილებით ჩამოუყალიბო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და როცა უკვე ადამიანს ექნება შენი ნდობა, ასე ყალიბდება ნდობა, ასე ყალიბდება ურთიერთობები, თუნდაც ბიზნესის გარეთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა.